ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ამბობს, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ხანგრძლივმა პროცესმა საქართველოში იმედგაცრუება გამოიწვია და ის პარტიები წაახალისა, რომლებიც ინტეგრაციის წინააღმდეგი იყვნენ. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ევროსკოპის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორებთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო, რათა ზედმეტად მაღალი მოლოდინი არ შეიქმნას. ჩეხეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ახლა საქართველოსთან დაკავშირებით სურათი ბუნდოვანია. I had an opportunity to visit Georgia. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში შესაძლებლობა მქონდა საქართველოში ვიზიტით ორჯერ ჩავსულიყავი. მართლაც სამწუხაროა ჩემთვის, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროპულ ინსტიტუტებში დასრულებული არ არის. ეს დაიწყო 2008 წელს დიდი მოლოდინის შექმნით, დასჭირდა დიდი ხანი, რასაც საქართველოშიც და უკრაინაშიც მოყვა გარკვეული იმედგაცრუება ინტეგრაციისთვის შუალედური ნაბიჯების შეთავაზებით. საქართველოს მოსახლეობის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ნება იმ დროს, რაც კარგად მახსოვს, იყო ნამდვილად მაღალი. დიდი ალბათობით იმედგაცრუების ხანგრძლივ პროცესს მოყვა იმ პარტიების წარმატება, რომლებიც ინტეგრაციის წინააღმდეგი იყვნენ. ჩემი აზრით, ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში აქედან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ვქნით მოლოდინს და საბოლოოდ ამ მოლოდინს ვერ ვამართლებთ. ან ამის ნება არ გვაქვს. სწორედ ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პარტნიორებთან მუშაობისას. დიდი მოლოდინი კი არ უნდა შევუქმნათ, არამედ ნელი ტემპით ვიმუშაოთ ეტაპობრივად ინტეგრაციაზე, იმ ნაბიჯებით, რომლის შედეგი იქნება ბუნებრივი ინტეგრაცია, რადგან მთლიანი პროცესი თითქმის დასრულებული იქნება. ვფიქრობ, ეს უფრო გონივრული მიდგომაა. საქართველოსთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ. დიდი ალბათობით გარკვეული დრო ჭირდება საქართველოს მოსახლეობას მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი ინტერესი და საჭიროება და თუ იქნება სიტუაცია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მზად იქნება და ევროპაც თავის მხრივ მოусმენს, პროცესი შესაძლოა ისევ დაიწყოს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულვართ.